თუ არ ვცდებ ერთი აკაკი იყო კაკიოს ეპისკოპოსი იყო ეს არის ასე იგი მე-4 საუკუნეა რა არ კარგად არ ხარ რასაც გეუბნებთ 30 წლის წინანდება წაკითხო რაღაცას გეუბნებთ ხო და ეს აკაკიოსი ძალიან დიდი ისეთი ძლიერი ადამიანი იყო ეპისკოპოსი იყო ესეთი აქტიური ეპისკოპოსი იყო და იდეინი იყო და ზუსტად ეხა მისი ცხოვრება და რაღაც არ ვიცი მაგრამ მთელი ამ მე-4 საუკუნის განმავლობაში ეს 325 წლიდან 382 წლამდე ეს 60 წელია რა დაახლოებით მიდიოდა ეს ბრძოლა ეს არიანულებს რო ვეძახით ჩვენ რა ხა ქრისტე ღმერთი არ არის ღმერთი მე თუ ღმერთია როგორ არის ღმერთი ნახევრად ღმერთია ცოტათი მეტად ღმერთია ხო და იქ რაღაც ეს გასაკვირი არ არის მაშინ მეგობრებო ესეთი იყო ინტელექტუალური იყო მაშინ ესე ჯერ კიდე შუა პლატონიზმის დრო არის და შუა პლატონიზმში იყო ესეთი შეხედულება რომ სამყაროსა და ღმერთს შორის არის პირდაპირ შეგიძლია თქვა ლოგოსი ან შეიძლება იყოს ზოგი კონსამბოდა მაგრამ ლოგოსი რომელიც დაახლოებით ესეთი რაღაცა ღმერთთან არის მარად ღმერთი არ არის და ღმერთისკენ არის შეტრიალებული როდესაც ესე იგი ღმერთს ჭრեց მაგრამ როდესაც ქნილებასთან მოტრიალდება მაშინ ის ქნილებას ჭრեց ეს ფორმულა შემდეგ დარჩა ესე უბრალოდ ეს მოტრიალება მოაკლეს ეს დროის განზომილება და საერთოდ პრობლემა და შენარჩუნდა დროდ ესე იგი მაგრამ ქრისტიანებმაც ვერ გადაწყვეტეს დროის პრობლემა და საერთოდ დღევანდელ ფილოსოფიაშიც ეს პრობლემა დროის პრობლემა გადაუწყვეტელია რაღაც ფარდობითობის თეორია ფიზიკაში რაღაც თეორიები არსებობს კვანტურ მექანიკაში მაგრამ ბოლომდე საკითხები მაინც გადაუწყვეტელია ხო ასე რომ ადამიანთ ქრისტიანებს უნდა დააბრალეთ შეიძლება ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენს შესაძლებლობას ათლიანად უკავშირდება ჩვენს შესაძლებლობას თუ რამდენად გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა იმისა რომ წვდეთ რეალობას გავიგოთ ესე იგი და იცით ხა რომ არის ესეთი მე-4 განზომილება დრო მაგრამ ჩვენ ამ დროს ვქვავთ როგორც დროს მდინარებას მაგრამ სინამდვილეში თუ შევხედავთ მე-5 განზომილებიდან ასე ისე ჩვენ ვერ გადავდივართ მე-5 განზომილებაში ისე როგორც სიბრტყეზე მოარსებ რაიმე ვთქვათ რომ არსებობდეს რაიმე ესეთი უჯრედი ან რაღაცა ის ვერ ამოვა და ვერ დახედავს საკუთარ თავს ზემოთ მაშინ დრო იქნებოდა ჩვეულებრივი განზომილება ისეთი როგორც არის დანარჩენი 3 განზომილება სივრცითი რა სიგანე სიმაღლე და ხო და ეხა სიგრძე ხო და რაც გასაგებია ესე იგი სავსე ისე რომ მაგალითად ედიშერი ჭელიძე ერთგან თარგმნის ეპისტემის სიტყვას თარგმნის როგორც წაწვდომას დაახლოებით წაწვდომას და სტიმე ეგრეც არის პრინციპში პირდაპირ სტიმე არის ეპისტემე ზედუდგავა რაისტიმი ვარ ზედვარ ზედგავა შეიძლება ხო და სწორედაც ეს არის რომ მისთვის ეს გაგება ეპისტემის და ცოდნას შორის გონოსის შორის განსხვავება მნიშვნელოვანია ამას მე მამრედაშვილი ატრიალებს ბევრს თავის ფილოსოფიაში და საერთოდ ეგრე ჩანს მე არაფრის გაგება არ შემიძლია გარდა იმისა რაც ვიცი ეს უკვე ვიცი ახალ ცოდნას ვერ შევიძენ ერთ-ერთი რაც შემიძლია მე გავიგო ეს არის ის რაც უკვე ვიცი აი ამ ცოდნას როდესაც შენ ცოდნას იგებ რაღაც არის შენში ისეთი რასაც იგებ
ამ ცოდნას ეწოდება მეცნიერება. აი ეს არის ეპისტემი. წინ წვდომა, ესე იგი აუცილებლად ჩვენ დრო გჭირდება რაღაცის გასაგებად. ხო, აი ეს დრო, როგორც გაგებისათვის აუცილებელი აპრიორი კანტმა შემოიტანა. მაგრამ ეს მარტო კანტს არ აქვს შემოტანილი, ეს სტოელებს აქვთ ეს ბევრი ნამუშევარი ამაზე და გარდა მაგისა, აგერ სიტყვა ეპისტიმეს არისტოტელე როგორ გამართავს. მოგეთ ეს აკაკიოსი იყო ეგეთი მასტი და სისხლი გაუშრო ქრისტიანებს რა. ესე იგი ჩვენიანებს, რომ ქრისტეს ღმერთად აღიარებს. ქრისტე რომ ღმერთად აღიარებულიყო, რა რელიგია იქნებოდა ჩვენი კაცმა არ იცის. მაგრამ მაინც დიდი განსხვავება არ იქნებოდა, იმიტომ რომ არიანელებმა სადაც მერვე საუკუნემდე იარსებეს. და აი შვენურად შეერწყენ რომის კათოლიკურ ეკლესიას. არაფერი პრობლემა მათ არ ქონდათ, შვენურად არსებობდნენ, შვენურად წამდათ ქრისტენა, ხა ჩვენ უბრალოდ მოსახლეობისთვის ამას ის ამ წიაღსვლებს, ფილოსოფიური წიაღსვლებს დიდი მნიშვნელობა მაინც არც აქვს. მაგრამ რაც არის ეს არის, რომ მაშინ გულწრფელად ჯეროდა წამდათ ამ პოლიტიკურად ხელსაყრელი იყო. მოგეთ ამ აკაკიოსმა გაუშრო ნერვი რა, მოგეთ სისხლი მართლმადიდებლებს ჩვენ. ესე იგი ხომ იღებდა მე ვარ 65 წელსაც იყო კრებას. მე პერიოდები იყო რა, უარყოს ეგრევე ეს კრება 22 თუ რაღაცა 28. ნახავთ მაგ ისტორიას, თუ გაინტერესებთ ეხანდელი საშუალებებით, ეგ ისტორია ისე კი არა როგორც ახლა მართლმადიდებლები აღწერენ რეალურად როგორც იყო. ხო და იქ საინტერესო რამები, რომ ეს ესე იგი ეს ყოველთვის გამოდიოდა ინტრიგანი კაცი იყო რა. და ესე იგი ბოლოს უკვე რაღაც 90 წელს იყო მიხსეულ თუ 100 წელს იყო გადაცილებული. და აი ბოლომდე ინტრიგნობდა და იბრძოდა და საშუალება არ აძლევდა არანაირად, რომ ნორმალურად განვითარებულიყო რა შედარებად. რაღაც უცნაური ძალიან პერსონაჟი იყო რა. ესეთი ამაზრზენა და არ ყოველ შემთხვევაში დახატულა, ესე იგი ჯერ დაყაპულდებოდა, გაჩუმდებოდა ამ რაღაცა კრებას, რომელი კრებაც არ უნდა ყოფილიყო იმ დროს იმას აი რეალ პოლიტიკა რომ არის ჩერგულეიშვილის და ამის გიგა ბოკერიას, აი დაახლოებით ეგეთი ტიპის მეისტერი იყო რა, რომელიც საშუალებას არ აძლევდა და თან ყოველთვის მოწინავე რიგებში იყო აი ამ პრობლემების რა, ყოველთვის. ხო, გუშინ გირჩს უსმენდი რა. კლაუდ გას საკითხი მიშა, გრიშა, ბიძო. ისა. აი რა უცაუცარება არის ეს მიშა რა. ესე იგი როგორ რანაირად ვერ განთავისუფლდა და ვერც განთავისუფლდებიან ქართველები რა მაგ ყველაფრისგან რა. საოცრებასთან გვაქვს რა საქმე რა. საოცრებასთან არა და ახალგაზრდა 30 წელი კიდე იცხოვრებს. თანამედროვე მედიცინით არაფერი პრობლემა არ არის. რა ვიცი თმო. ვერა ხელი მოგიმართოთ. მაგ საშინელებას